ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში რიგით მეოთხე სამეთაურო საშტაბო ნატო საქართველოს სწავლება 2025 დასრულდა. სწავლების შემდეგ აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის სერტიფიკატი მიენიჭა. ნატო საქართველოს სწავლების სამეთაურო საშტაბო ნაწილში ინტეგრირებული იყო საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობდა კოორდინაციის დახვეწას. სწავლების აღსრულების პროცესში ჩართული იყო ნატო საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული 6 ინიციატივა. ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. მრავალ ეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩაერთო ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი. მე-12 ბატალიონის ჩარი ასეულმა გაიარა შეფასება ოსისის ფარგლებში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ქვედანაყოფმა მიიღო უმაღლესი შედეგი, რადგან პროგრამაში მონაწილეობს 2013 წლიდან, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ქვედანაყოფს აქვს მიღებული სხვადასხვა მისიებში მონაწილეობა. ჩვენ მე-12 ბატალიონის ჩარლის ასეულის შეფასება განვახორციელეთ. შედეგები ძალიან კმაყოფილი ვარ. ქვედანაყოფმა შესანიშნავად განახორციელა ყველა დავალება და ნატოს ოპერაციებში ჩართვისთვის მზად არის. დინამიკა იქნება შენარჩუნებული სამომავლოდ, ვინაიდან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები ხვეწენ თავიანთ სტანდარტებს, ასევე JTEC-ის შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება, რაც თავისთავად როგორც თავდაცვის ძალების შემადგენლობას, ასევე ჩვენს ნატოს და პარტნიორ ქვეყნებს გამოადგება სამომავლოდ